აი ამ მაჩვენს დღეს ზუსტად 20 ლარში მოვამზადებ, თან ძალიან მარტივად, თან სწრაფად. თანაც ზედმეტ ძალას და ენერგიასაც არ დავხარჯავ. მოვამზადოთ აჩმა ბლინის ცომით. პირველ რიგში დაგჭირდება 4 ცალი კვერცხი. არ გჭირდება არც მიქსერი და არაფერი, უბრალოდ ხელით დავთქვიფოთ ყველაფერი და აურიოთ. დავამატებ 1 ჩაის მარის და 9 ჩაის სოდას. კიდევ დავამატე 50 მილილიტრი ზეთი და დავამატებ 1,5 ლიტრ წყალს. ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურის და ბოლოს დავამატოთ 800 გრამი ფქვილი. უბრალოდ კარგად გადავურევთ და შემდეგ უკვე გავწვროთ საცერში ზედმეტი რომ არაფერი არ გაყვეს. საკმაოდ ბევრი გამოდის ამ რაოდენობიდან, არ დამითვლია, მაგრამ ბევრი არა. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად შეგიძლიათ მოამზადოთ ბლინები და გაყინოთ, შეინახოთ, არ ვიცი როგორც გინდათ გამოიყენოთ. ძალიან ელასტიური და კარგი ცომი გამოდის. მე გამოვაწყობ ელექტროტაფაზე, რომელსაც მე ძალიან მარტივად და ძალიან კარგად ვიყენებ. 1 ცალი ბლინის გამოწყობას დაახლოებით 7-დან 10 წამამდე სჭირდება ჩემს შემთხვევაში. ჩვეულებრივი ტაფა, არაფერი განსაკუთრებული არ არის, ამიტომ მთლიანი აჩმაც ძალიან სწრაფად მოვამზადე. ახლა რანაირად გამომდის 20 ლარში, რო არ გაგიკვირდეთ რა. ახლა ავაწყოთ და თან ვთქვათ ფასები. გამოვიყენე ზუსტად 1 კილოგრამი სოფლის ყველი, რომელიც 1 კილო ღირდა 10 ლარი. გამოვიყენე 100 გრამი კარაქი. კარაქი ღირდა 5 ლარი, მაგრამ 9 გამოვიყენე. თან აქციაში იყო. გამოვიყენე 4 კვერცხი, რომელზეც ალბათ გჭირდება 2 ლარი მაქსიმუმ. და ფქვილი. 1 კილოგრამი ფქვილი მგონი 3 ლარამდე იღებს. მე ყოველთვის დიდი ტომარით ვყიდულობ, ამიტომ ფქვილში ფული არ დამიხარჯია. მგონი სულ ეს იყო, მეტი არაფერი გამოვიყენე და მოკლედ მგონი ზუსტად 20 ლარი გამოგვივიდა ყველაფერი. კაი, ახლა მარილი და სოდა არ ჩამითვალოთ. მოკლედ დაწყობას რაც შეეხება, ჩვეულებრივად ვაწყობთ. ჩემი აზრით არაფერთ არ ჩამოვარდება კლასიკურ აჩმას. ნუ არ ვიცი, გემოვნებაზე არ დაობენ, მე ეს მირჩევნია ბევრად. თავზე შეგვიძლია გადავუსვათ კვერცხის გულით და რძის ნაზავით, შეგვიძლია უბრალოდ კარაქი, შეგიძლიათ არც არაფერი გადავუსვათ თავზე, თუ გინდათ რომ ცოტა იკრატუნოს. გამოწყობას რაც შეეხება, მე ვაწყობ ზედა-ქვედა წვით, დაახლოებით 250-280 გრადუსზე, ძალიან სწრაფად სხვება. მთლიანობაში ალბათ 20-25 წუთი სჭირდება. დააკვირდით, ზედმეტი არ მოვიდეს. მოკლედ უკვე დავასრულე აწყობა, ახლა დავჭრი და უკვე შევუშვათ ხუმეთში გამოსაცხობად. და ვნახოთ საბოლოო შედეგიც. ნუ ახლა თავში კი გაჩვენეთ უკვე როგორი იყო, მაგრამ მაინც რა. კარგი, მოკლედ სულ ეს იყო. ცოტა გრძელი ვიდეო გამომივიდა, ამიტომ დაგემშვიდობებით. თუ სურვილი გექნებათ, ვიდეო გაუზიარეთ სხვასაც. თუ არ გინდათ, არც გაუზიაროთ. თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ და მითხრათ შემდეგი რა მოვამზადო და ვეცდები აუცილებლად გავაკეთო. ახლა კი წავედი, წარმატებები და ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ ყველას. კარგად.